კი არ არის ბოდიშოთ რაღაც გერმანების ამბავი რა მეტ საშიშია. ანუ მაშინ როცა უკრაინაში ასეთ წეწვას ახორციელებს რუსეთი იქ ხედავთ ამდენი ხალხი გამოსული აქედან ნული გამოხმაურება რეალურად ნულის გულისხმობ ძალიან ზუსტი გამოხმაურება ეს არის გარკვეული მესიჯი რომელსაც ჩვენ ძალიან კარგად აიგებს ამიტომ თუ მეთანხმებით და შეთანხმებით ამაზე რომ ასეა მეგონი უნდა მობილიზება იდეაცია ძალიან დიდი მნიშვნელოვანი აქცია რა მართლა საერთოდ სამურება თავრობის კრიტიკა იქით იყოს ნუ უშინე გასწორებას გავაკეთე რომ კარგი ძინა ადეშინია მასველი რომენ ან შეიძლება თარგმნოს ამაზე პასუხი არა ეს სწორი ეს უნდა ის დავანებოთ თავარი საერთოდ საზოგადოება სად არის ხო საზოგადოების ადგილი სად არის ამ ყველაფერში ეხლა მე ვარ სულად დარწმუნებული პუტინის ზერა როგორც არის ყოველ უკრაინაზე თვითონ ისევე არის დღეს მოწყობილი ახალგაზრდაზე ხედავთ სოფლში გახშირა კონტაქტები ამ გარდა იმისა რომ უშუალოდ ასოციაციას ხელი აღებული არის და საბოლოო ბავშვი თვითონაც შემდეგ ფორმას ყველაფერი აღგეუბნება რომ აპირებს ძალიან არად დამაგზეს და ეს დამაგრება ხო არა რაღაც თითქმის რა სულ კონკრეტული მიზანი მე ხა არ ვგონია რომ ვინმე საჩინო რაღაც ლექციის გიჭირდება იმდენად გასაგები რაღაცა უბრალოდ ვისწრებს მინდა ის არის რომ ჩვენთვის პოზიციის ძალიან ძლიერად არ გამოხატვა არის უკვე საფრთხის შემცველი რაღაცა ამიტომ მე არ ვარ აქ პარტიის წარმომადგენელი რაღაცა ყოველგვარ ჩაუვარ ერთ-ერთი საზოგადოების წევრი ამ შემთხვევაში ისევე როგორც ყველანი ვინც ახავარ და ვლაპარაკობ სწორედ ამ განმოსახედიდან რა რომ უნდა რაღაცა ვიღონოთ უნდა მაქსიმალური მობილიზება გავაკეთოთ და თუნდაც ერთი დიდი სერიოზული აქციით დავიწყოთ ეს ყველაფერი თუ მე ვინმე რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მომდება რომ მოვიდეს და იქ უშუალოდ გვერდზე დადგეს ხო და შემოუვერტოს რატომაც არა ეს პრობლემა არ არის თავისთავად ხო და ესეც საქმე უკრაინაზე რომ მოვიდეს ძალიან განხარდება მაგრამ ნუ ეს ფანტაზიის პერიოდი მაგრამ რეალურად ასეა რა იქ ვინც გინდა მოვიდეს ვინც გინდა დადგეს თუ იმ აზრს და იმ იდეას დაუდგება გვერდით რომ უნდა უკრაინას გამოუხატოთ მხარდაჭერა და პუტინის პოლიტიკას ან იმპერიალისტის პოლიტიკას პროტესტი გამოცხადოთ ის უნდა ისროლდეს ამ გასპიკოთ რაღაც მოსამზადებელი პერიოდი ამიჩიოთ ერთი კვირა მაინც ჯერ კიდევ აი დასაწყისში და რაღაცნაირად ორგანიზება გავაკეთოთ სხვადასხვა არასამთავრობო სხვა ადამიანებმა მაგრამ ну ჩვენ კი ეს ჩვენ ჯგუფის ინიციატივა იყო ესეთი მაგრამ ჩვენ კი ვეცადეთ ყველანაირად მაგრამ ну მაინც ესე მოხდა აი მეორე დღეს მესამე დღეს მეოთხე ჩვენ ხა როცა აცხადებები მეთის გინდა არ გინდა ну მაინც მივდივართ მაგრამ ეს ის არ არის რა ჩვენ თავიდან დაგეგმილი გქონდა ანუ ცუდი კოორდინაციის ხო და ეს მოიცადოთ თუ სხვანაირად აუცილებლად ვეცდები ესეთი აქცია და შევეცდეთ მხოლოდ 4 არასამთავრობო ორგანიზაცია ძირითადად ახალგაზრდობის სფეროში. თუმცა ეს ივენთი გაგზავნილი იყო ძალიან ბევრ ადამიანს. ავი ძენეგენ ბოლო. ვიყავით, ანუ მე ვარ ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი და თქვენ აპირებდით როდესაც ვას? ბატონო? როდის ახვედით? სულ 2 დღის უკან 3 დღის წინ იყო. აი, რომ არამდენ აპირებდით ხო და ვერ არ ვეღარ სხვა ისვები რომელიც ვერ წავიდა საშინელ ამირჩი ყოვლის და ტალახის მოხდავეთ იქ მეცავები მარტო და ზუსტად ეს სიმბოლური აქციაც იყო და ფერები ბუშტებით რაღაცებით
გაუშვით საზღვარი. თუ აი ამის გავს რაღაცებს შემოუერთდება, გავცადოთ სოციალური საშუალებები, ფეისბუქი ამ შემთხვევაში ყველაზე ისეთი რატომაც არ ჩანს ესეთი აქტივობა. როგორი ის არის იცით? არა, ნუ 3-4 ივენთი რომ არის, ისეთ უკვე ვეღარც იგებდა. ანუ შევთანხმდე ხო? გაკეთეს ივენთი, გაკეთეს ყველა ადამიანზე ჰოსტინგი და ინიციატივით არ გააკეთოს. შეიძლება. ზოგადად რა თქმა უნდა კოორდინაცია ჯობია ხა. ისეთ სიუცია რომ ვერავის დაუშვი, გავიდეს და რა გააკეთოს ყველას ნება რა, მაგრამ ეხლა რადგან ლაპარაკობ რა არის, მოგე შეიძლება ავიდეს ცალ-ცალკე ჯგუფები სიტყვაზე ვიძახი და ეგ დიდად არ ავნებს ხო, ნუ შეიძლება კარგიც არის რომ თემას ვინარჩუნოთ ასე ხო, შეიძლება არის დიდი აქცია, მაგრამ ხო მცირე და თავის აღნის ესაკეთებს. აქ რადგან ხო ლაპარაკობ. აქ არის აუცილებელი მასის ჩვენება, რომ მას რეალურად არსებობს რა. რომ 100 დღე რო ვატაროთ აქციებია, ყოველდღიო 100 კაცი იდგეს და რო არ გამეორდეს და რო გამოვიდეს 10,000 კაცი გამოვიდა, ხო? ეს იმ ასე ვთქვათ შედეგს ვერ მიცემს. Не Путин и не Путин. Это то, что украинская власть просто, ну, я не хочу употреблять какие-то грубые слова, но она просто отнеслась к своему народу не как к народу, просто как к массе. Здравствуйте, меня зовут Горбак Юрий, я сам из Украины, соответственно, из западной ее части, из города Ивано-Франковск. На вопрос то, как Грузия может поддержать сейчас Украину в том, что там происходит, мой ответ очень короткий. Да? В первую очередь надо забыть на данный момент о политике, забыть о правых, о левых, о Саакашвили, о Иванишвили, о каких-то расхождениях, которые есть в грузинской нации. Неважно, кто из них сейчас прав. Важно то, что происходит в Украине. И Украина сейчас уже не борется за Евросоюз. Это уже стало как бы одним из важных моментов, но на данный момент второстепенным. Те события, которые происходят, они уже угрожают не просто демократическим засадам, они тянут Украину в какой-то феодальный строй. Соответственно, какие мои ожидания от Тбилиси и от Грузии? Это то, что люди, во-первых, начнут интересоваться тем, что происходит, поймут глубину проблемы, и мы их будем видеть, соответственно, каждый день поддерживающим нашу страну, потому что каждый 10-й гражданин Грузии, каждая 10-я грузинская семья имеет как минимум родственников, как минимум близких в Украине. И, соответственно, уровень поддержки Грузии должен быть намного выше, чем тот, который есть сейчас. Спасибо.